რუსების უკონტროლო შემოდინება საქართველოში, რომ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. სალომე ზურაბიშვილი ამაზე მორიგ ჯერზე ამჯერად საზოგადოების მიერ დასმული კითხვების ფორმატში ალაპარაკდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს გამოვიდა ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ ერთწლიანი ვიზა სამთვიანით შეეცვალოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ არის პროვოკატორი და ვინ არა. ის შესაძლო მოსალოდნელ პროვოკაციებზეც საუბრობს, იხსენებს რუსულ სტილსა და მოდელს, რა მიზეზითაც ის იჭრება ხოლმე სახელმწიფოებში და გარდა ამისა საუბრობს იმაზეც, რომ ქართული ოცნება აკონტროლებს ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო, თუმცა არ აკონტროლებს მათ შორის იმ რუსებს, რომლებიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყვნენ. მე 2022 წელს პირველად როცა პირველი მობილიზაციის ფონზე წამოვიდა ის ძალიან დიდი ტალღა რუსების, მაშინაც ვამბობდი ჯერ ერთი რომ უსაფრთხოების საბჭო უნდა შემდგარიყო და შეესწავლა ეს საკითხი და ჩემი წინადადება იყო რომ ის ერთწლიანი ვიზა, რომლის გაგრძელება ძალიან მარტივი არის, შეგვეცვალა სამთვიანი ვიზით, რომელიც არ არის არანაირად აკრძალვა შემოსვლის, მაგრამ მოგცემდა ჩვენ და ჩვენ უწყებებს საშუალებას, რომ რაღაცა კონტროლი გაეხორციელებინა ამ ნაკადზე. ჩვენ ხო არაფერს არ ვაკონტროლებთ, არ ვიცით სად მუშაობენ, რას მუშაობენ, არაფერი არ კონტროლდება. მხოლოდ ჩვენზე არის კონტროლი, ვინ რომელ ტროტუარზე დადგება. და ესენი არიან ამათ შორის რომ არიან ვიღაცები, ვინც იმისთვის არიან წამოსული, რომ რაღაცა დესტაბილიზაციას ემსახურონ, ეს ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას და ვინც იცის რუსული სტრატეგია, ეს არის წესი რუსული შესვლის სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს ვინც არის საქართველოს სათავეში, ყველა მზად არის, რომ რუსეთის წინაშე დაიჩოქოს. ასეთი არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასება ქართული ოცნების წარმომადგენლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დაკარგა სახე, რომ ის ყველაფერს აკეთებს რუსეთის საამებლად და ამავე კონტექსტის გაგრძელების თვალსაზრისით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს იმაზეც, რომ სწორედ ასე გამოიყურება რეჟიმების დასასრულის დასაწყისი. დღეს ვინც არის სათავეში, ყველანი არიან მზად იმისთვის, რომ რუსეთის წინაშე დაიჩოქონ რეალურად და არაფერი თქვან. ამისი მაგალითი არის კობახიძეს და სხვების გამოსვლები დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, სადაც არც რუსეთს არ ახსენებენ, არც აგრესიას, არც გამარჯვებას. ეს სამი სიტყვა ამოღებული არის მათი სიტყვის მარაგიდან. რო იწურება ამ რეჟიმისთვის, იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ ახერხებს, ვერ მართავს ქვეყანას და ჩვენ ვხედავთ, ანუ ამას თუ ახსნა ჭირდება, არ ვიცი. ვერაფერს ვერ მართავს, არც ვიცით ვინ მართავს რეალურად. ერთი ივანიშვილი სადღაც არის სრულიად უკვე არაფორმალურად არ ქვია მას, არცად არ ჩანს. ერთმანეთში აქვთ ისეთი უნდობლობა და ისეთი ერთმანეთის დასმენა, რომ მეტი არ შეიძლება. ანუ არაფერზე არ არის პასუხი, არაფერზე არავინ არ არის პასუხისგებელი და მიდის ეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე. არ ვუშვებ, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქტი. სწორედ ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში საწვავის მიწოდებას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იმ მკაფიო ნიშნებზე საუბრობს, რომელიც უნდა არსებობდეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს არის ნამდვილად ჰუმანიტარული აქტი, თუმცა ამბობს, რომ არც ერთი ასეთი ნიშანი არ არსებობს. ამიტომ სვამს რიტორიკულ კითხვებს და ფიქრობს, რომ სწორედ ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი იმისთვის, რათა საზოგადოებას აღარ ქონდეს დამატებითი კითხვის ნიშნები. ფიქრობს, რომ ქართული ოცნების პირობებში ჩნდება ეს კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არის გამჭვირვალე და ბიძინა ივანიშვილის გუნდის რუსული თამაშებიდან გამომდინარე ყველაფერი და მათ შორის გარიგება მოსკოვთან საზოგადოებისათვის იმაზე გაცილებით უფრო ადვილი წარმოსადგენია, ვიდრე იმის ვარაუდი, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო რიგითი ჰუმანიტარული აქტი. თუ კი ეს არის ჰუმანიტარული ნაბიჯი, მე ვთქვი და გავიმეორებ, ძალიან მისაღები არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი,
შევუსუბუქოთ ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა იქა არა მათი ბრალით, არამედ რუსეთის გამო. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ეს ვაკონტროლოთ. შეგვეძლოს იმის დამტკიცება, რომ ეს ბენზინი მართლაც მიდის მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და არა რუსული ბაზების და რუსული სამხედროების, რომლებიც არიან ამ ყველაფერზე პასუხისგებელი და რომლებიც არიან აგრესორები. აფხაზეთში, როგორც უკრაინაში. ამიტომ დაგვიმტკიცოს, რომ ეს ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო და ვინ მიიღო და როგორ დარიგდა და ვინ იყო ჩვენი მხრიდან გამაკონტროლებელი იმისი თუ სად მიდიოდა ეს ბენზინი. ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის შეფასებები საზოგადოების კითხვებზე პასუხად ქართულ ოცნებასთან და მის ანტიდასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამ კითხვა-პასუხის ფორმატსა და რეჟიმში ამბობს ბიძინა ივანიშვილის გუნდი. პოლიტიკური დასასრულისაკენ მიდის, რისი ყველაზე ცალსახა ინდიკატორიც არის ის, რომ საკუთარი ფუნქცია მოვალეობები დაკარგეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ისინი მხოლოდ ერთმანეთის ციტირებ ჩაშვებაზე არიან გადასულები.